ეს კულტურის ცენტრი არის ეკლესიასთან არსებული წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ნიუ-ჯერსის ეკლესიასთან არსებული ცეკვის ანსამბლი ხანძთელი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო უცხოეთის ეპარქიების დაარსება. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული და ისტორიული წელი არის ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წუხარება და ტკივილი ჩვენი საყვარელი პატრიარქის გარდაცვალების ილია მეორეს, რომლის დროსაც უშუალოდ მისი მასთან ერთად წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 2009 წელს დაარსდა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია. მისი პირველი მღვდელმთავარი ამ ეპარქიის გახდათ ბევრი თქვენთაგანი იცნობთ მას, მიტროპოლიტი დიმიტრი და სწორედ ნიუ-ჯერსის სამრევლო მისი ლოცვა-კურთხევით დაარსდა და ამ სამრევლოსთან დაარსდა ცეკვის ანსამბლი და აი დღეს ჩვენ ვნახეთ ბავშვები ნიუ-ჯერსიდან. მე მინდა დავულოცო ისინი და წარმატება უსურვო. მადლობა უთხრა ნიუ-ჯერსის ტაძრის წინამძღვარს მამა მატათას და ქორეოგრაფებს სალომეს და ლაშას, მშობლებს, ბავშვებს, თითოეულ მათგანს. ღვთისმადლი წყალობა გეწეოდეთ და რა თქმა უნდა, ალბათ დღეს მე ბევრჯერ გამოვარ ამ სცენაზე და ასევე ჩემგან მადლიერების და სამახსოვრო დღევანდელი დღიდან გამომდინარე მათ გადავცემ ჯილდოს და ღვთის წყალობას და მადლს უსურვებ.